სპორტი მხოლოდ თამაში არ არის. ის ემოციებია, რომელსაც სპორტსმენები განიცდიან. ეს ემოციები მოგვითხრობენ ისტორიებს ბრძოლაზე, გატაცებასა და ტრიუმფზე. ჩვენი შემდეგი მომხსენებელი სწორედ ამ ყველაფერს აფიქსირებს. ის ფოტოგრაფია, რომელიც სპორტში ნამდვილი, ძლიერი მომენტების დაფიქსირების ოსტატია. წარმატებას გისურვებ. He's worked with some of the biggest names in the game, including მას უდიდეს სახელებთან აქვს ნამუშევარი, მათ შორის ლიონელ მესისთან, პელესთან, კრისტიანო რონალდოსთან და სხვებთან. თქვენ ახლა ნამდვილი, აუთენტური ფოტოების ბრწყინვალე მაგალითებს იხილეთ, რომლებზეც ის, რა თქმა უნდა, თავად ისაუბრებს. გთხოვთ მიესალმოთ Sam Robles. Please join us in welcoming Sam Robles. Let's go. Thank you. Hi guys. Good luck. Hello everyone. გამარჯობა ყველას. ნება მომეცით ეს აქ დავდო. Today დღეს ფეხბურთთან მუშაობის ხელოვნებაზე საუბარს ვაპირებ. მაგრამ ამისთვის ცოტა რამ ჩემი პირადი ისტორიის შესახებ უნდა მოვიყვეთ. ეს ჩემი სახელია. ჩემი ბავშვობა. მე ბრაზილიაში დავიბადე და გავიზარდე. როცა ბრაზილიაში იბადები, მაშინვე ფეხბურთის თამაშს იწყებ. ამ მხრივ არც ჩემი ბავშვობა იყო განსხვავებული. ვიყავი ერთ-ერთი იმ ბავშვების შორის, ვისაც ქუჩაში, ჭუჭხში, ქვიშაშიც უთამაშია და მოწესრიგებულ, მეტად ორგანიზებულ გარემოშიც. მაგრამ მე ფეხბურთის თამაში ბავშვობიდან მეგობრებთან ერთად ქუჩაში მერჩევდა. ბრაზილიაში გავიზარდე და იმ პერიოდის ამსახველი, ანუ ბავშვობის ბევრი ფოტო არ მაქვს. თუმცა ეს მოგვიანებით ზოგიერთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოს დაუკავშირე. ბავშვობაში ბრაზილიის რამდენიმე კლუბში მითამაშია და ფეხბურთი ყოველთვის ჩემი მთავარი გატაცება იყო. 18 წლის განმავლობაში ბრაზილიაში ვცხოვრობდი და ფეხბურთს თამაშობდი. მაგრამ შემდეგ, როდესაც 18 წლის გავხდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავედი საცხოვრებლად. ფლორიდაში ფეხბურთის თამაშის მიზნით გადავცხოვრდი, მაგრამ როდესაც იქ ჩავედი, ინგლისური არ ვიცოდი. ჯერ საბუთებიც არ მქონდა, ამიტომ რამდენიმე გუნდში ვცადე თამაში, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე. შემდეგ კი მუშაობა დავიწყე. ჩემი სამსახური ავტოსამრეცხაო იყო და ავტოსამრეცხაოს გარემო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასაც ნახავთ. მაგრამ ფლორიდაში ჩასვლის ერთ-ერთ პირველ დღეს მეგობარს ვესტუმრე, რომელთანაც მცირე ზომის ციფრული კამერა ვნახე. ფლოპი დისკიც ჰქონდა. როცა ეს ნივთი დავინახე, მივხვდი, რომ მასში იყო რაღაც, რაც მხიბლავდა. ჩემს ცხოვრებაში პირველად მე ციფრულ კამერას ვხედავდი. არ ვიცი, ეს მიზეზი იყო თუ სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ მე კამერაზე დამოკიდებული გავხდი. მოკლედ, დავაგროვე ცოტა ფული, რისთვისაც დაახლოებით 6 თვე დამჭირდა და შევიძინე. როცა ეს კამერა ვიყიდე, გარემოსთვის ფოტოების გადაღება დავიწყე. ამ დროს ჩემი მშობლები ჯერ კიდევ ბრაზილიაში ცხოვრობდნენ და მე ვიღებდი ფოტოებს, რომ მათთვის გამეგზავნა. ზოგი მეგობარი მეკითხებოდა, თუ ვინ მიღებდა ამ ფოტოებს. მე კი ვპასუხობდი, რას გულისხმობ? ეს ჩემი ფოტოები, ჩემი კამერაა. თავდაპირველად კამერა ხელში იმისთვის ავიღე, რომ ჩემი გარემო დამეფიქსირებინა. ეს ფოტოები, რომლებსაც ახლა გაჩვენებთ, იქ გადავიღე, სადაც მაშინ მუშაობდი, ავტოსამრეცხაოში. ეს ჩემი ძალიან ადრეული ნამუშევარია. ერთ დღეს ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება, რომ ჩემი ფოტოგრაფიით გატაცება, ჩემივე სპორტით, ფეხბურთით გატაცებასთან გამეერთიანებინა და ფოტოსესია მოვაწყო, რომელსაც საოცარი შედეგები ჰქონდა. ვიფიქრე, რომ ეს განსხვავდებოდა ხეების, ფრინველების და მანქანებისთვის ფოტოების გადაღებასთან. ვიფიქრე, იქნებ ამაში რაღაც ღირებულია მეთქი. იმ დროს მე ჯერ კიდევ ავტოსამრეცხაოში მუშაობდი. ეს ბიჭი, ჯეკ უაილდი, ამერიკაში ცნობილი ფოტოგრაფია და ავტოსამრეცხაოს მომხმარებელი იყო. არ ვიცი, საიდან გაარკვია, რომ ფოტოებს ვიღებდი, მაგრამ შეხვედრა ზედამპატიჟა. როგორც კი ავტოსამრეცხაოში მუშაობას მოვრჩი, პირდაპირ იქ წავედი. ჭუჭყიანი და ოფლიანი ვიყავი. ფლორიდაში ძალიან ცხელა, ასე რომ არც ისე კარგად გამოვიყურებოდი. როცა მივედი პარკინგზე, მერსედესი, ფერარი და ბენტლი დავინახე. შევედი და იქ ძირითადად გარკვეული ასაკის ხალხი დამხვდა. თავიდან ცოტა მორცხვად ვიყავი, რადგან ყველას კარგად ეცვა, კარგი სურნელი ჰქონდათ. მე კი იქ ისე ვიყავი, როგორც ბავშვი ავტოსამრეცხაოდან. მაგრამ ეს კარგი იყო. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რომლებიც მომეწონა. შემდეგ მე ვაჩვენე ჩემი ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ ამას ჰგავდა. მათ დათვალიერება დაიწყეს და საუბრობდნენ, რომ ეს ამ ფოტოგრაფს ჰგავს, ეს იმას და იმას და იმას.
მე არც ერთის სახელი არ ვიცოდი. დღესაც მინდა ის სახელები მახსოვდეს, რომლებიც მაშინ თქვეს, რათა შედარება შეუძლო, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი. ერთი რამ ნამდვილად შევამჩნიე. მას შემდეგ რაც ჩემი ფოტოები ნახეს, მათი ჩემდამი განწყობა შეიცვალა. მანამდეც არ მეკცეოდნენ ცუდად, მაგრამ ამის შემდეგ რაც ფოტოები ნახეს, განსხვავება ვიგრძენე. გავიფიქრე. საინტერესოა მეთქი. ვიზიტის შემდეგ ჯეკ უაილდთან დავმეკობრდი. ის ავტოსამრეცხაოში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდიოდა და ყოველ ჯერზე, როდესაც იქ იყო, ჩვენ ერთმანეთთან საუბრობდით. ის რჩევებს მაძლევდა. მეუბნებოდა ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო. განათება უნდა იყიდო, ასისტენტობა უნდა დაიწყო, ნიუ-იორკში უნდა წახვიდეო. ასე რომ მე ნელ-ნელა მისი ზოგიერთი რჩევის შესრულება დავიწყე. მას შემდეგ რაც ის პირველი სპორტული სურათები გადავიღე, ვცდილობდი უფრო მეტ სპორტსმენთან მემუშავა. ფლორიდაში ასეთი აკადემიაა, ბრაზილიის ტოპ გუნდი ჰქვია. იქ რამდენიმე მებრძოლს შევხვდი და ფოტოების გადაღება დავიწყე. შემდეგ რამდენიმე მოცურავე გადავიღე. ზოგიერთი ფოტო ჟურნალის ყდაზეც კი გაიტანეს, მაგრამ მე ჯერ კიდევ ავტოსამრეცხაოში მუშაობდი. ეს დღე განსაკუთრებულია. ეს აიზეა ტომასია. ის NBA-ის ვარსკვლავია, დიდების დარბაზის წევრი. ამ დღეს წავედი. დილით ჟურნალისტვის გადაღება მქონდა. ეს შესანიშნავი ფოტოსესია იყო. ფოტოსესიის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა ჩამოალაგებინა და მანქანით ძალიან სწრაფად დაუბრუნებულიყავი ავტოსამრეცხაოში. მოკლედ, პირველი ნაბიჯები ძალიან მოკრძალებული იყო. შემდეგ კით დუგლასი და ტომ რობინსონი გავიცანი. ისინი ჩემთვის საჩუქრად იქცნენ. ჯეკ უაილდის რჩევის შემდეგ, სანამ ჯერ კიდევ ავტოსამრეცხაოში მუშაობდი, დავიწყე ხალხის ზებნა, რომ ასისტენტად მემუშავა. 6 თვის განმავლობაში ფლორიდაში ყველა ფოტოგრაფს დავურეკე, მაგრამ არც ერთს არ სურდა ჩემი აყვანა. მე მათ ვეუბნებოდი, რომ ხელფასს არ ვითხოვდი, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ისინი უარს ამბობდნენ. ამ დროს თითქმის დავნებდი. ერთ დღესაც Yellow Pages ვათვალიერებდი. ეს დიდი ხნის წინ იყო. გავხსენი ეს ყვითელი გვერდები და ვფიქრობდი, კარგი, აქ ერთ პიკს ავირჩევ და მას დავურეკავ. ეს კით დუგლასი იყო. დაურეკე და მან აიღო. არ ვიყავი მზად, რომ ტელეფონს აიღებდა, ასე რომ არ ვიცოდი რა მეთქვა. ლაპარაკი მან დაიწყო. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვცდილობ და ვეძებ ვიღაცას, რომ მისი ასისტენტი გავხდე. დამეთანხმა და მითხრა მასთან მივსულიყავი. ალბათ ხუთშაბათიან პარასკევი იყო და მითხრა, მოდი ორ შაბათს ვისაუბროთ. ასეც მოვიქეცი. მე მასთან მივედი და ვაჩვენე ის ნამუშევრები, რაც იმ დროს მქონდა. მითხრა, ეს კარგიაო. მომწონ ხარ და შეგიძლიათ ჩემ ფოტოსესიაზე მოხვიდე და ასისტენტად იმუშავაო. შემდეგ ერთ-ერთმა კლიენტმა დამირეკა და მითხრა, რომ გოლფის ტურნირს ატარებდა, სადაც სურდა რომ მივსულიყავი. ვუთხარი, რომ ავტოსამრეცხაოში უნდა მემუშავა. მიპასუხა, არა, არ გესმის. ტურნირზე არნოლდ პალმერი და ჯეკ ნიკლაუსი იქნებიანო. ვუპასუხე, რომ ის ვიცოდი, მაგრამ არ შემეძლო. მან მითხრა, არა, არნოლდ პალმერი. გაარკვიე ვინაა. გავარკვიე, რაღაცნაირად მოვახერხე და ტურნირზე წავედი. სპორტსმენები მანამდეც გადამიღია, მაგრამ როდესაც არნოლდ პალმერს ვიღებდი, სიდიადე დავინახე. ძალიან მომხიბვლელი იყო ის, თუ როგორ ურტყამდა ეს კაცი ბურთს. მე ვფიქრობდი, ვაუ, ეს გადაღება რაღაც განსაკუთრებულია მეთქი. გადავიღე როგორ თამაშობდა და მისი გამომეტყველება ამ დროს. შემდეგ მას ფოტოები ვაჩვენე და მოეწონა. ეს განსხვავებული ამბავი იყო. ვფიქრობდი, სწორედ ასეთი ხალხი უნდა გადავიღო მეთქი. ასეთი ტალანტის მქონე და ეს ჩემს ფოტოებსაც უკეთესად აქცევდა. მაგრამ ამასთან მე რაღაც განსხვავებულიც ვიგრძენე. ამის გამო თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი. ასე რომ დიდი ძალისხმევა დავხარჯე ისეთივე ტალანტების მონახვაში, როგორიც ის იყო. იმ დროს მე ჯერ კიდევ მუშაობდი ჟურნალებისთვის. პარალელურად ვცდილობდი პირადი ნამუშევრების გადამეღო. ეს ჩემთვის ცხოვრების ნაწილია, რადგან როგორც მხატვარი, მეც ვგრძნობ, რომ შენ ფოტოგრაფიაში უნდა გამოხატო საკუთარი თავი, ისე, როგორც გინდა. კლიენტებთან მუშაობისას ზოგჯერ რაღაც კონკრეტულის გაკეთება გიწევს, რაც კლიენტს სჭირდება. მაგრამ როდესაც ფოტოს საკუთარი თავისთვის იღებ, სრული თავისუფლება გაქვს, რომ რაღაც შექმნა. მერე ელიზ რენარტს შევხვდი. ელიზი კრეატიული დირექტორი და საოცარი ადამიანია. მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ნამუშევრები უფრო ელეგანტური და მხატვრული გახდა. მასთან ერთად რამდენიმე ფოტოსესიაზე ვიმუშავე და ელიზმა ჩემს ფოტოებში მოდის მცირე ელემენტები შემოიტანა. ასე რომ გავაერთიანე ნამდვილი მოძრაობა, მოქმედება, რეალობა, რომელიც მომწონს. სინამდვილე ელეგანტურობის რამდენიმე ელემენტით. მომდევნო 2 წლის განმავლობაში Under Armour-ისთვის ვიმუშავე. პრაქტიკულად მხოლოდ მათთვის ვიღებდი და არ მეძლეოდა შანსი, რომ სპორტსმენებთან მემუშავა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დაუბრუნებულიყავი და კვლავ სპორტსმენებთან მემუშავა. ასე დამებრუნდა არნოლდ პალმერის გადაღების განცდილი გრძნობა და გადავწყვიტე, რომ ამას დავუბრუნებოდი. ასევე მქონდა სურვილი ფესვებს დავუბრუნებოდი და ამაზე უფრო მეტს ვისაუბრებ.
დავურეკე ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნაკრები ნიუ-იორკში აპირებდა თამაშს. მაშინ იქ ცხოვრობდი და წარმოდგენა არ მქონდა როგორ მომეპოვებინა აკრედიტაცია და აღმოჩენილიყავი შესაბამის ადგილზე. მათ წერილი გაუგზავნე. დავურეკე და ვიღაცამ მიპასუხა. მითხრა რომ მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები და აკრედიტაციასაც მომცემდნენ. წავედი ვარჯიშებზე და მივედი თამაშზეც. ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომლებიც მათ დაგეგმეს. აქ შევძელი ნეიმარის რამდენიმე ფოტო გადამეღო. საინტერესოა რომ როცა მას შევხვდი, ერთსა და იმავე სასტუმროში ვცხოვრობდით. ლიფტში შემხვდა და ერთ-ერთი ფოტო ვაჩვენე. მითხრა, ეს საოცარია. ვაპირებ რომ მოვიპაროო. ვუთხარი რომ მოპარვა საჭირო არ იყო და რა თქმა უნდა შეეძლო რომ ფოტო აეღო. შემდეგ ის ჩემს ინსტაგრამზე შემოვიდა და ფოტო მოიწონა. ამ დროს ინსტაგრამზე როდესაც ვიღაც ფოტოს იწონებდა, ამას ხალხი ხედავდა და მის გამო ფოტომ 7000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ნიუ-იორკში ცხოვრობის პერიოდში ჟიზელს შევხვდი. ის ვიქტორიას სიკრეტის მოდელია. ეს კიდევ ერთი ეპიზოდია, როდესაც სიდიადე დავინახე. როცა მას შევხვდი, ის მოზარდს გავდა. გადავწყვიტეთ ფოტოსესია გაგუკეთებინა. მე მას იდეებს ვუზიარებდი. ის კი მეთანხმებოდა. როცა კამერა მის გადასაღებად ავიღე, თითქოს პატარა ბავშვს უყურებდი. მერე კამერა თვალთან მივიტანე და ობიექტივში ქალი დამხვდა. კამერას ავწევდი, ჩამოვწერდი. ეს იყო ჩემს გამოცდილებაში პირველი შემთხვევა, როდესაც განსხვავება დავინახე. მოდელთან მუშაობისას მივხვდი მის სიდიადეს და ასე დავიწყე მოდის ინდუსტრიაში მუშაობა. შემდეგ ამ ყველაფრის გაერთიანება დავიწყე. ჩემი ბავშვობის ფოტოების რეალისტურობა, ბავშვობის დამოკიდებულება სპორტთან, რომელსაც ვთამაშობდი, მოდის ელემენტების, რომლებიც ელიზმა მასწავლა და შემდეგ მოდელების სიდიადის, რაც ჟიზელისგან ვისწავლე. დავიწყე ამ ყველაფრის გაერთიანება. ვქირაობდი მოდელებს, რომლებიც ამავდროულად ათლეტები იყვნენ, რომ გაგუკეთებინა რაღაც მაგარი, რომელსაც მოდის და სინამდვილის ელემენტები ექნებოდა. ბალერინებთანაც ვიმუშავე, რაც შესანიშნავი იყო. მე ნამდვილად მომწონს ამგვარი ნამუშევრები. შემდეგ კი იყო შეხვედრა ნეით გორდონთან და ყველაფერი აქედან შეიცვალა. ნეიტი Sports Illustrated-ში ფოტორედაქტორი იყო და ჩვენ ერთად ვმუშაობდით, მაგრამ შემდეგ იგი Players Tribune-ში გადავიდა. ერთ დღეს ნიუ-იორკში ერთ-ერთ შენობაში ვიყავი და ნეიტი დიდი ხნის უნახავი მყავდა. ვარიგებდი პრომოებს, რომლებსაც რამდენიმე კლიენტს ვაძლევდი და შემთხვევით დერეფანში შევხვდით. ეს გრძელი დერეფანი იყო. ის ერთი მხრიდან მოდიოდა. მე კი მისი მიმართულებით და ერთმანეთს ვუყურებდით. მან თქვა, Sam, მე ვთქვი, ნეით და მან თქვა, ვაუ. მან ოფისში მიმიპატიჟა და მითხრა, რომ Players Tribune-ში მუშაობდა. რა თქმა უნდა, ოფისში გავყევი. დაახლოებით 9 საათი ვისაუბრეთ. მან მთელი გუნდი გამაცნო. იმ დროისთვის პატარა გუნდი ჰყავდათ. ოფისი ახალი გახსნილი იყო. შემდეგ მითხრა, რომ დამირეკავდა და რამდენიმე კვირაში ასეც მოიქცა. თან თქვა, რომ ფრანჩესკო ტოტისთან ფოტოსესია უნდა გამეკეთებინა. დავალება ასეთი იყო. მე ის უნდა გადამეღო, მათ ინტერვიუ უნდა ჩაეწერათ, შემდეგ კი სახლში წასვლა შემეძლო. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ცოტა მეტი გამეკეთებინა. ჯერ ნეიტს ვკითხე, შემდეგ რომას წარმომადგენელს, შემეძლო თუ არა ვარჯიშის გადაღება. მიპასუხა, კარგიო, არ ვიცი რატომ გინდა ამის გადაღება, მაგრამ ასე გავაკეთოთო. ასე მივიღეთ ეს რამდენიმე ფოტო. შემდეგ კი ფოტო, რომელიც რეალურად Players Tribune-ის ყდა გახდა. ეს ის ფოტოა, რომელიც არ უნდა გადამეღო. ამის შემდეგ თქვეს, რომ ეს კარგი ბიჭია, მოდი ისევ დავიქირაოთო. პარალელურად, როგორც თქვი, მსურდა რომ ფესვებს დაუბრუნებოდი. Under Armour-ში მუშაობისას იმდენ კომერციულ ნამუშევარს ვიღებდი, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება მინდოდა. მინდოდა რომ რაღაც უფრო ნამდვილი და ნაკლებად კომერციული მეკეთებინა, უფრო მხატვრული. ვფიქრობდი ამაზე და ვცდილობდი გამერკვია. ჩამოყალიბებულიყავი, რისი გაკეთება მსურდა. შემდეგ გამახსენდა ის დღეები, როდესაც ქუჩაში ფეხბურთს თამაშობდი და გავიფიქრე, ეს უნდა ვცადო. ამერიკაში ქუჩის ფეხბურთი ხშირი არ არის, ამიტომ ვერაფერი ვიპოვნე. შემდეგ ერთ-ერთ მოდელს ვესტუმრე, რომელსაც ვიღებდი. მონიკამ კატმანდუში, ნეპალში დამპატიჟა, რომ არაკომერციული ორგანიზაციისთვის ფოტოსესია გაგუკეთებინა. როდესაც იქ ჩავედი, იმ დროს ნეპალში მიწისძვრები იყო. ამიტომ ბევრმა ოჯახმა, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ, საკუთარი მიწა დაკარგეს. ქალაქის გარშემო მდებარე ბანაკებში ბევრი ხალხი ცხოვრობდა. ერთ-ერთმა მეგობარმა ასეთ ბანაკში ფეხბურთის სათამაშოდ მიმიწვია. წავედი და ვფიქრობდი, რომ კარგი, ვითამაშებ, მაგრამ თან ბანაკში რამდენიმე ფოტოსაც გადავიღებდი. ეს დღე ჩემთვის ისტორიული გამოდგა, რადგან დავიწყე პირადი პროექტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ცოტათი შეცვალა. ბავშვები ძალიან მიყვარს. მყავს 7 წლის ქალიშვილი და ჩემთვის ბავშვებთან თამაში სისუფთავეა, რადგან რაც მათ აქვთ, ეს ჩემთვის მომხიბვლელია.
იმ დღეს რამდენიმე ფოტო გადავიღე და ვიფიქრე, რომ ეს პირადი პროექტია და ვიცი, რაც გჭირდება. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საკუთარ ბავშვობას უღებდი ფოტოებს. პირველ სლაიდებში გაჩვენეთ ბავშვობის ფოტოები, სადაც არ მქონდა თამაშის სურათები. ასე რომ გრძნობდი, რომ ამ ბავშვების გადაღებით საკუთარ თავს ვაფიქსირებდი. ეს ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მეტი გამეკეთებინა. უბრალოდ მათი სახეები, გამომეტყველება. ეს ის რეალობაა, რაც მინდოდა. როცა ბრენდისთვის იღებ სპორტსმენებთან მუშაობ, ყველაფერი ადგილზეა, დაგეგმილია, მაისური გაუთოებული და ყველაფერი სრულყოფილად უნდა იყოს. აქ კი წესები არ არსებობს და ეს ის არის, რაც მე მომწონს. ნეპალის შემდეგ ნიუ-იორკში დავბრუნდი. ტანსაცმელი გასარეცხად ჩავდი და ნეით გორდონთან შეხვედრა მქონდა. შემდეგ ბრაზილიაში გავემგზავრე, რათა ოლიმპიადის გარშემო ოლიმპიადის კულტურა გადამეღო. Players Tribune-ისთვის მუშაობდი. როცა თავისუფალი დრო მქონდა, ფაველებში მივდიოდი. რომ ჩემი პროექტისთვის მეტი ფოტო დამეკროვებინა და ჩემი აზრით ეს ყველაზე ლამაზი სურათებია. მერე იყო რონალდინიო, განსაკუთრებული ბიჭი. მას ისეთი აურა აქვს, რომელსაც ვიცი რომ ყველა ხედავს, მაგრამ როდესაც მასთან ხარ, ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება. რონალდინიოს რამდენიმე საერთო მეგობრის მეშვეობით დავუკავშირდი. რომ იცოდეთ, Players Tribune დერეკ ჯეტერმა დააარსა, ბეისბოლის მოთამაშე. ის რონალდინიოს იცნობდა და ამავე დროს, როდესაც მე ვცდილობდი რონალდინიოსთან დაკავშირებას, ისიც იგივე ვცდილობდა. ასე რომ ერთმანეთს შევხვდით. Players Tribune-ს რონალდინიოსთან ინტერვიუ უნდა გაეკეთებინა. მასთან ჩავედი და 7 დღე გავატარე. ეს საოცარი გამოცდილება იყო. ბევრი ფოტო გადავიღე. ეს პორტრეტი და კიდევ რამდენიმე სხვაც. ნება მომეცით ცოტა უკან დავბრუნდე. მასთან გატარებული 7 დღისა და ფოტოების გადაღების შემდეგ ინტერვიუ უნდა გაგვეკეთებინა. მაგრამ ჟურნალისტი პორტუგალიურად ვერ ლაპარაკობდა და დახმარება მთხოვეს. კითხვას ისვამდა, მე ვთარგმნიდი. რონალდინიომ პასუხობდა და მე უკან უნდა მეთარგმნა. მაგრამ თუ თქვენ იცნობთ რონალდინიოს, იცით რომ მისთვის დრო ძალიან ძვირფასია. ასე რომ მეორე კითხვაზე მივხვდი, რომ თუ ასე გავაგრძელებდით, შუამდეც ვერ მივიდოდით. ეს გავაჟღერე და საბოლოოდ მთელი ინტერვიუ მე გავაკეთე. ეს საოცარი იყო. მან გაიხსენა ამბები, რომლებიც არსად არასდროს მოუყოლია. ეს სტატია ძალიან წარმატებული გახდა. Nike-მაც კი გამოიყენა, რადგან რონალდინიომ ეს წერილი საკუთარ ახალგაზრდა მეს მისწერა და შემდეგ Nike-ს ეს სარეკლამო კამპანიაში გამოადგა. რონალდინიოს ძმამ მითხრა, რომ მათ ეს მონაკვეთები აიღეს და მთელ მსოფლიოში დადიოდნენ, რომ Nike-ის აღმასრულებლებისთვის და ყველასთვის წაეკითხათ. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამიტომ სხვა მოთამაშეებთანაც ჩავწერე ინტერვიუ. მივდიოდი, ფოტოებს გადავიღებდი და ინტერვიუსაც ვწერდი. რონალდინიო, მარტა, პელესთან ინტერვიუ არ ჩამიწერია, მაგრამ ფოტოები ჩემი გადაღებულია. ნეიმარი, ინტერვიუ ჟერარდ პიკემ ჩაწერა, მაგრამ მე მოვამზადე. მესი, მხოლოდ ფოტოები. ამ ფოტოს გადასაღებად მხოლოდ 30 წამი მქონდა, რაც სახალისო იყო. მესი ძალიან ყოჩაღია. კითხა რა გინდა? ეს? კარგი, რამე სხვა გინდა? კი, ესე გააკეთე. ბუმ, ბუმ, ბუმ და ყველაფერი მზად არის. ჩაო, გრასიას. შემდეგ ჰარი კეინი გადავიღე. ალისონი. ინტერვიუ ჩავწერე და გადავიღე. ლუკაკუ, რაჰიმ სტერლინგი, სტეფ კარი, ისევ ნეიმარი. შუაო ფელიქსი. მივიღე შესაძლებლობა თან გადამეღო, თან ინტერვიუც ჩამეწერა. ლუიშ ფიგუ, ბუფონი. რამდენიმე კალათბურთელთან მუშაობის შანსიც მივიღე. ეს ლილარდია, ის ლეგენდაა. გონი თქვენც იცნობთ ამ პიკს. ასევე მივიღე შანსი, რომ მისსავე სახლში ჩამეწერა ინტერვიუ. მისი დედა და და ჩვენს უკან ისხდნენ. 20 წუთი გქონდა და ჩვენ ეს დრო სრულიად ავითვისეთ, რითაც კმაყოფილი დარჩა. ენტონი ჯოშუა, ბაპე, ისევ რონალდინიო. ამჯერად შევძელი და ფოტოებში მეტად შევიტანე მხატვრული ელემენტები. დუგლას კოშტა. ეს ფოტო გინდა დაიჯერეთ, გინდა რა, შხაპში გადავიღე. დუგლას კოშტას მაშინ შევხვდი, როცა ის ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა. მას ფოტო სჭირდებოდა სტუდიის ხარისხით, სასტუმროში. რადგან განათება ვიცი, შევქმენი სტუდია პატარა ფართობზე და როდესაც მას ფოტო ვაჩვენე, გაოცებული დარჩა. ამიტომ ახლა ყოველთვის როცა ვეუბნები, რომ რამდენიმე ფოტო გადავიღოთ, რაც არ უნდა ვთხოვო, ყველაფერს გააკეთებს. რაკი მისი მეტსახელი ფლეშია, ასეთი ფოტოს გადაღების იდეა გამიჩნდა. ვიფიქრე, მოდი ასე გავაკეთოთ, თითქოს წვიმს და შენ ჭექა ქოხილი ხარ მეთქი. ერთადერთი ადგილი, სადაც ამის გადაღებას მოვახერხებდი, ჩხაპი იყო. მისი ცოლი უყურებდა, რასაც ვაკეთებდი და ფიქრობდა, რომ გიჟი ვიყავი. ასე რომ ფონი დავდეთ სააბაზანოში. ერთი პატარა შოქი მის უკან და შემდეგ ეს ფოტო გადავიღეთ. ძალიან მაგარი იყო. როცა ისევ შევხვდით და მას შედეგები ნანახი ჰქონდა, მითხრა, რომ გიჟი ვიყავი, მაგრამ რეალურად მაგარი ფოტო გამოვიდა. და მე შევხვდი ამბის. არ ვიცი იცნობ თუ არა, მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებული ამბავია.
ვფიქრობ, რომ სპორტსმენებთან მუშაობის თვალსაზრისით ის მართლაც კარგი მაგალითი. პირველად, როდესაც ადრიანო გავიცანი, მგონი 2020 წლის 30 დეკემბერი იყო. პანდემიის დასასრული. არ ვიცი თქვენ თუ გიმუშავიათ სპორტსმენებთან, მაგრამ წლის ბოლო დღეს, თითქმის ბოლო დღეს, ვინმესთან ინტერვიუს გაკეთება არ არის მარტივი ამოცანა. და როცა საუბარი ბრაზილიელ სპორტსმენზეა, საქმე კიდევ უფრო რთულდება. ადრიანო? დაივიწყე. მაგრამ მე და ჩემი კარგი მეგობარი ულისეს ნეტო ვიყავით, რომელიც ლეგენდაა. და ჩვენი მეგობარი მოისესი, ვინც ინტერვიუ უზრუნველყო. ულისესი არ იყო ოპტიმისტურად განწყობილი. ფიქრობდა, რომ ეს გარემოებებისა და თარიღის გამო ვერ მოხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც გამოვიდა. როცა მივედით, ადრიანო ჯერ კიდევ თავის ოთახში იყო. ჩვენ ტექნიკის განლაგება დავიწყეთ. ის მოდის, გვიყურებს და ამბობს. იცით, არ მინდა არანაირი ინტერვიუს გაკეთება. აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ დედაჩემმა მითხრა, რომ მოსულიყავიო. გავიფიქრე, მაგარ ამბავში ვართ მეთქი. შემდეგ ის გადის, ბრუნდება, ისე ვიყურებს და ამბობს. შეგიძლიათ ჩემს მას კითხოთ. ბოლო ჟურნალისტი, რომელიც აქ მოვიდა, ინახა მოვკალი. უპასუხე, არ ინერვიულობთ, მე ჟურნალისტი არ ვარ, ფოტოგრაფი ვარ მეთქი. და შემდეგ დამეთანხმა. კონტექსტში რომ გაგარკვიოთ. მას ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ინტერვიუ არავისთვის მიუწია, რადგან ცუდი გამოცდილება ჰქონდა და შეწყვიტა ჟურნალისტებთან ურთიერთობა. თუმცა რატომღაც ამაზე დამთანხმდა. შემდეგ ისე უთხრა: ადრიანო, მე არ ვარ ჟურნალისტი, ფოტოგრაფი ვარ და უბრალოდ ვისაუბრებთ ერთმანეთთან. რისი თქმაც გინდა თქვი, მაგრამ ფოტოებით დავიწყოთ მეთქი. დავიწყეთ გადაღება და ის ცოტა მოდუნდა. შემდეგ დავსხედით, რაღაცები ჩანიშნული მქონდა. თუ YouTube-ზე ინტერვიუს უყურებთ, ნახავთ, რომ როდესაც ჩანაწერებს დაინახავს, მეკითხება: ამდენი კითხვაა? უპასუხე, რომ არა, ეს უბრალოდ ჩანაწერებია. როცა სპორტსმენებთან საუბრობ, კითხვებს წინასწარ არ ვწერ, რადგან დისლექსიური ვარ და ვერ ვკითხულობ. სანამ ისინი საუბრობენ, 100% უნდა მივაქციო ყურადღება. ასე რომ უბრალოდ თემებს ჩამოვწერ და ზოგჯერ გადავხედავ. უბრალოდ ერთი ან ორი სიტყვა უნდა ვნახო, რომ ვიცოდე, რა ვკითხო. დავიწყეთ და ვკითხე მის ცხოვრებაზე. ბევრი კითხვის დასმა არ დამჭიროებია. ყველაფერი მოგვიყვა და სწორედ ეს იყო ინტერვიუ, რომელთაც ბრაზილიაში Players Tribune დაიწყო და რომელმაც მხისიერად მოიპოვა წარმატება. ერთი მნიშვნელოვანი რამ, როცა დავამთავრეთ, ადრიანომ თქვა: ო, ცუდია რომ უნდა წახვიდეთო. უპასუხე, ვინ თქვა რომ უნდა წავიდეთ მეთქი? მან მიგვიპატიჟა. გასხედით ჩვენთან ერთად. მოდი რამე ვჭამოთ, რამე დავლიოთ. დავსხედით. ადრიანომ დედამისს დაურეკა და უთხრა: დედა, როდესაც ეს ორი ბიჭი აქ მოსვლას მოინდომებს, იცოდე რომ პრობლემა არ მაქვს. მოვიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ურთიერთობა შევინარჩუნეთ, რადგან ვფიქრობ, რომ ნაწილი იმისა, რასაც Players Tribune-ში ვაკეთებთ, ადამიანებთან კავშირია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სპორტსმენები, გმირები არიან, ამავდროულად ადამიანებიც არიან და ბევრი ვერ ხედავს ამას. მე კი ვცდილობ, რომ მათ ჩვეულებრივი ადამიანებივით მოვექცე. რამდენიმე წლის შემდეგ ის წიგნს წერდა, მაგრამ რატომღაც რაღაც მიზეზით ეს არ გამოსდიოდა. ის და მისი აგენტი ამბობდნენ, იქნებ ის ორი ბიჭი დაგვეხმაროს. მოკლედ, ულისესმა წიგნი დაწერა და მათ ხდისთვის ფოტოები სჭირდებოდათ. ულისესი დამიკავშირდა. ჩვენ ყოველთვის ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ ახლა მითხრა, რომ ხდისთვის რაღაც განსაკუთრებული უნდა გამეკეთებინა. დავეთანხმე, რომ ყდას გავუკეთებდი, მაგრამ ვუთხარი, რომ ფოტოები იქ უნდა გადაგვეღო, სადაც ადრიანოს ფესვები იყო. მითხრეს, რომ ეს რთული იქნებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენ ამას მაინც გავაკეთებდით. პრობლემა ის იყო, რომ წიგნში არ იყო გათვალისწინებული სივრცე ფოტოებისთვის, მაგრამ მე მაინც მსურდა, რომ თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ეს გამეკეთებინა. ასე რომ დავთანხმდი ყდის გადაღებას, იმ პირობით, რომ ადრიანოს მშობლიურ გარემოში გადავიღებდი. წავედი ბრაზილიაში გადასაღებად და არაფერი გამოვიდა. ულისესთან ერთად მეორედ დაუბრუნდი და დაახლოებით 10 დღე გავატარეთ ადრიანოსთან. ბოლო დღეს კი ეს მოხდა. ჯერ ყდა გავაკეთეთ, ეს იყო ყდა. იდეა ისაა, რომ მისი ცხოვრება უფრო მეტად სიურპრიზებით იყო სავსე, ვიდრე სხვა რამით. ულისესი რომ აქ იყოს, კარგად აღწერდა. ლაპარაკი ჩემზე უკეთ გამოსდის. მე ფოტოების გადაღებაში ვჯობნი. ეს ფოტო გადავუღე და როგორც იცით, მისი სახელი იმპერატორია. როდესაც ვუთხარი, რომ სურათი სწორედ ამას წარმოადგენდა და ვაჩვენე, მან ტირილი დაიწყო. რაც ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. მოკლედ ყდის ფოტო გადავიღეთ, მაგრამ მაინც ვუთხარი, რომ ვილა კრუზადოში უნდა წავსულიყავით. ეს ის ფაველაა, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. მოკლედ ბლა ბლა ბლა.
მე ის ნელ-ნელა დავარწმუნე და წავედით. ცხადი რომ იყოს, რადგან ხალხსაც აინტერესებს, ახლა იქ არ ცხოვრობს. მაგრამ სანამ 15-16 წლის გახდებოდა, იქ იყო და ბევრი მეგობარი ჯერაც ჰყავს. ეს სახლი, ეს ფოტო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ის ადგილია, სადაც მამამისის გარდაცვალების შემდეგ წავიდა და დაიმალა. ეს ის დროა, როცა ინტერი დატოვა. იცით, მას ძალიან უჭირდა და უნდა დაეტოვებინა ინტერი. ყველაფერი უკან დატოვა და ამ სახლში რამდენიმე დღე გაატარა. გადაღებისას შეუნიშნე, რომ ვიღებდი არა ადრიანო იმპერატორს, არამედ ვიღებდი ადრიანოს, პატარა ბავშვს, რომელიც იქ ცხოვრობდა. ეს ორი ძალიან სასაცილო ბიჭი, ჯორჯიანი და ჰერმესი არიან. ისინი ადრიანოსთან ერთად დაიბადნენ და საუკეთესო მეგობრები არიან. ასე იქცევიან და გადავწყვიტე, რომ სწორედ ამის გადაღება მინდოდა. ეს თითქმის იგივეა, რომ გადაიღო ადრიანო, მანამ სანამ ცნობილი გახდებოდა, რადგან ის ფეხში შველი იყო. ის იყო ზუსტად ისეთი, როგორიც მე ბავშვობაში. ეს ის ცნობილი ფრაზაა, რომელიც მან ზურგზე დაიწერა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, როდესაც მან ბრაზილიაში გოლი გაიტანა, გუნდის მაისური გაიხადა და ქვეშ კიდევ ერთი რამეცვა. მაშინ თქვა, ღმერთმა აპატიოს ცუდ ხალხს. და ესეც ასე. აქ ქვემოთ. იქ არის, არ ვიცი ინგლისურად როგორ თქვა, მაგრამ არის სათლი, რომელსაც იღებენ და შხაპივით იყენებენ. ჩემთვის ეს ფოტო ნათლობასთან ასოცირდება. ისინი ცეკვავენ, ერთობიან, ცეკვავენ კიდევ უფრო მეტს და წვავენ მწვადს. ეს კი თავად ისაა. ეს ისეთი რამა არის, გადაღებაც მიყვარს, რადგან რეალურია. და შემდეგ ყდა და ეს წიგნი. ეს კი ისაა, რასაც ათლეტებთან მუშაობის პარალელურად ვაკეთებდი. ეს პორტუგალიური სიტყვა raíz ნიშნავს ფესვებს. სწორედ ამის გადაღება მიყვარს. ასე რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ვიღებ ასეთ ფოტოებს. ფოტოებს, რომლებიც ასახავს ფეხბურთს, რომელსაც ბავშვობაში ვთამაშობდი. უბრალოდ გაჩვენებთ რამდენიმე მათგანს. გადავიღე დაახლოებით 20-25 სხვადასხვა ქვეყანაში. ის ბურთს ეძებს, გონი მიხვდით. ეს ბავშვი ნეპალში იყო და 3 სხვადასხვა დღეს იმავე მოედანზე 3-ჯერ მივედი. მას 3-ვე დღეს ერთი და იგივე მაისური ეცვა, რადგან ნეიმარი ძალიან უყვარს. მაგრამ მეკარე იყო. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ის, თუ მას სრულყოფილი მაისური ეცმეოდა. 10 ნომრით, სახელით და სწორი ფერებით. ჩემი თვალისთვის ეს უფრო ლამაზია, რისი ასახვაც მიყვარს. ეს ბავშვი ახლახანს მოვიდა სკოლიდან. ზუსტად ისე, როგორც მე ვთამაშობდი. ზოგჯერ სანდალს დადებ, ზოგჯერ ქვას და ესეც შენი კადრი. მერე დოჰაში წავედი. ბავშვები ყველგან თამაშობენ. ეს ბონდია, პარიზი, საფრანგეთი. მინდოდა პარიზი გადამეღო ისეთი, როგორცაც ადგილობრივები ხედავენ. ეს სანტიაგოა, ჩილეში. ეს კი პუერტო აპაჩე, არგენტინაში. არ ვიცი იცით თუ არა, ეს ის ადგილია, სადაც კარლოს ტევესი დაიბადა და გაიზარდა. ძალიან ლამაზია, განათება კი საოცარი. ეს ასუნსიონი, პარაგვაიში. იქაური გოგოები საოცრები არიან, როგორ თამაშობენ, გასაოცარია. ბრაზილიაში ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და მგონია მთლიანად სამხრეთ ამერიკაშიც. გინახავთ ოდესმე ასე ფეხბურთის თამაში? გაგიკეთებიათ ეს ოდესმე? ეს სანდლები სამხრეთ ამერიკაში ძალიან ტრადიციულია და ზოგჯერ, როდესაც სადმეს დასადები ადგილი არ არის, ხელში გიჭირავს. მე გადავიღე რამდენიმე მეკარე, რომელიც ამას როგორც ხელთათმანს ისე იყენებს. ეს პარაგვაია. ეს გოგონა ძალიან საყვარელია. მან ჩემი ქალიშვილი გამახსენა. შემდეგ მარაკეშში წავედი. სან-პაულო, ლონდონი, ისევ სან-პაულო. ეს ის ადგილია, სადაც ადრიანო ცხოვრობდა. მისი მეგობრის ჰერმესის წყალობით ადრიანოს დაუკავშირდი და ვუთხარი: "ჰეი, ის ფოტოები უნდა გადავიღო." მან მითხრა: "მოდი, მაგრამ აქ საშიშია, რაზეც პრობლემა არ მქონდა და ისიც დამეთანხმა." ჩავედი და მივიღეთ რამდენიმე გასაოცარი ფოტო. ძალიან მაგარია. მიყვარს მესის ფოტო, ყველა მის შესახებ მეკითხება. მაგრამ ჩემთვის ეს უფრო ლამაზია. ვიღებდი ბავშვებს და შემდეგ შეავნიშნე, რომ შავი ფეხის გულები ჰქონდათ.
ისევე როგორც მე ბავშვობაში. სწორედ ასე მომაფიქრდა ამ ფოტოს გადაღება. ვისურვებდი რომ მაღალი გარჩევადობით გენახათ, რადგან ყველა პატარა დეტალის დანახვა შესაძლებელი. ხედავთ ციფრულ გამოსახულებას, თითს, ყველაფერს. ეს საოცარი სანახავია. ეს კი როსინია. არც ეს ვიცით თუ არა, მაგრამ ეს სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დიდი ფაველაა და ჩემთვის ის ძალიან ლამაზია. ესეც ბურთი. ეს და სხვა ფოტოები რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიაში გადავიღე. და ახლა მსურს განსაკუთრებული ფოტო გაჩვენოთ. არ ვიცი ამოიცნობთ თუ არა, მაგრამ ეს თბილისია. მომავალ წელს ამ პროექტის დაწყებიდან 10 წელი შესრულდება. ეს პირადი პროექტია, რომელიც მარტომ დავიწყე. ხშირად მარტო მოგზაურობ. უბრალოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. შემდეგ წელს ამ პროექტს 10 წელი შეუსრულდება და წიგნის გამოცემის იდეა გამიჩნდა. თქვენთვის პროტოტიპი მოვიდა. თუ ვინმეს უნდა რომ ნახოს, ის აქ არის. მასზე სახელი წერია, ფესვები. საწყის. ეს უბრალოდ პროტოტიპია. ზოგიერთი ფოტო თბილისიდანაც იქნება. კიდევ რამდენიმე ადგილას წავალ და იმედია რომ დასრულებულ პროდუქტს შემდეგი წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე იხილავთ. მადლობა.